მოგეხსენებათ დღეს პარასკევი დღეა და ალბათ ბოლო დღეს ამუშავო კვირის ალბათ ესეც განაპირობებს რომ რაოდენობა იმატებს და მიუხედავად წვიმისა, მიუხედავად ასეთი ცუდი ამინდისა, ხალხის რაოდენობა არ კლებულობს. ჩვენ დღეს აქ მასპინძლობდით ირაკლი მიქიაშვილს, ჩვენს კოლეგას, რომელმაც მთელი ღამე გაატარა სამების ტაძარში და მან აღნიშნა, რომ ღამის განმავლობაშიც სრულიად უწყვეტად მოედინებოდა ხალხის ნაკადი და ალბათ ასეც გაგრძელდება, მით უმეტეს რომ არაერთი ინფორმაცია უკვე რეგიონებიდან ორგანიზებულად მოდის მრევლი. მანიშნებენ რომ კვლავ ხაზზეა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. ქალბატონი ნონა, გესმით ჩვენი ხმა? ალო. გესმით? ქალბატონი ნონა, თუ შეგიძლიათ მითხარით თქვენ მთელი საქართველო ახლა განიცდის ამ რეალობას, რომლის წინაშეც დავდექით. თქვენი ტკივილი როგორია და თქვენი შეფასება ამ ადამიანის ეპოქალური ღვაწლისადმი? გესმით ახლა? ალო. დიახ. მე ძალიან ემოციურად ვუყურებ ყველაფერს ჩართული მაქვს ტელევიზორით თუ არ გამოვდივარ სადმე დავლაპარაკობ ეს სასწაულია უბრალოდ რაც ხდება მთლიანად საქართველოში როგორ გულთან მიიტანა ყველაფერი იმიტომ ეპოქალური პიროვნება იყო მოღვაწე ადამიანმა რომ თუნდაც პატრიარქმა სასწაულები გააკეთა თავისი სივრდით თავისი დამოკიდებულებით ის რომ რართულ პერიოდში მოუწია მას მოღვაწეობა და მაშინ ეკლესიებიც კი არ იყო ფაქტიურად სერიოზულად ხალხი რაც იყო იმაში უჭირდათ შესვლა ისეთი კომუნიზმის რეჟიმის დროს და დღეს რო წავიკითხე უკვე 1000-მდე ეკლესია ყოფილა საქართველოში გარდა ამისა ნახეთ ესე იგი რა ხდება მთელი საქართველოს როგორ მიიტანა გულთან და ყველაზე უფრო კიდევ რა არის იცით სასიამოვნო სხვაიროვნების ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ დიახ ისევე მიიტანეს გულთან ეს ამბავი ეს ძალიან დასაფასებელია იმიტომ რომ ერთიანობა იყო ეკლესიებს შორის სხვადასხვა წუნებებს შორის ერთიანობა იყო სხვადასხვა ასე ვთქვათ ეროვნების ადამიანებთან არასდროს ხუთი არ იყო ერთმანეთში მეგობრობა იყო ეს ხო საქართველოს მართლაც რომელთაც ჩვენ ამაყობდით ყოველთვის და დღეს საქართველოს პატივი მიაგო მართლაც უდიდეს პატრიარქს რომელმაც ქრისტიანულ სამყაროში ჩვენი ეკლესია ჩვენი საწმინდება აიყვანა უმაღლეს დონეზე ძალიან ბევრი გარდა ყველაფრისა უნდა დაუფასოთ და მადლობა ვუთხრათ იმისას როგორ ენა მამული სარწმუნება დაიცვა და განამტკიცა დაიცვა ჩვენი ტრადიციები ღირებულებები ოჯახური გარდა ამისა დემოგრაფიულ ასე ვთქვათ სიტუაციის შეცვლაში ზარმაზარი წვლილი რომ მოიფიქრა და ეს საოცარი იყო გუშინ ყურება 50000 ახალგაზრდა ბავშვს მონათული და თეთრი გარდებით ხელში რომ ეს ნათლები მოდიოდნენ ეს საოცრება იყო უბრალოდ მე არ ვიცი ეს იგი საოცარ ემოციას იწვევს ეს ყველაფერი და რა ხდება დაწყებული იმ დღიდან როცა გარდაიცვალა და უცხოთ იმდენი ხალხი გამოვიდა ნაკადი არ წყდება სახელმწიფომ კარგი ზომები მიიღარო საშუალებას ძლებს ეს დღეები უფასო იქნება მოგზაურობისთვის ჩამოსვლა რეგიონებიდან იმიტომ უბრალოდ ესე იგი საოცრება ხდება რა ისახი რომ მართლაც იმდენი კარგი რამ გააკეთა რომ პატივს მიაგებს ყველა თანაგზო თელ საქართველოს ყველას ვინც ასე გულთან მიიტანა მე კონდა პატივი პატრიარქის სამკურნალო ფონდში ყოფილიყავი და მაშინ ბერძნულად შენახვედი ჩვენ პატრიარქს საოცარი პიროვნება რომელიც იყო ყველას მთელი საქართველოს პატრიარქი
დავიგეთ ის არ გამოყოფოდა ადამიანებს. ყველასთან იყო ნამდვილი როგორც სულიერი მამა. ხო და კარგია, სხვა ქვეყნებმაც შეხედონ რა ხდება ჩვენ საქართველოში, ვინც რაღაცა ყოველდღე ჯერ არ გინახია არსად. და რა უნდა თქვა, მაგალითად თუ ავიღებ ხლა ცოტა ჩემ კუთხითაც ვიტყვი, სპორტული კუთხით, ნაკრებები საქართველოს ნაკრები გუნდების სხვადასხვა სახეობის დიდ ოლიმპიადაზე საფრთხე პირველობაზე როცა მიდიოდნენ მასთან რომ დაუცული ყოფილიყენ და ეხლა რომ უყურებ ჩვენ სპორტსმენებს რომელიც წვეჭი არიან უმრავლესობა სტადიონზე რო გადის ჯვარს იწევს ეს ძალიან ცოტა რასაც მე ვამბობ იმასთან შედარებით რაც შეიძლება ითქვას გასაგებია და ძალიან ცოტა სიტყვები ამყოფნის მთლიანად რომ ამ ჩემს ემოციაში რასაც მე უყურებ ეს კიდევ უფრო მაგრა გამოვხატო. ამიტომ მგონია რომ ჩვენი პატრიარქი წავიდა და დაიცვალა მაგრამ ის მუდამ იქნება ჩვენთან და სულ ასეთი შტაბში მიმარჩება იქიდანაც კი დაგვეხმარება ჩვენ ყველას. გაბატონონა, თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხვედრა პატრიარქთან და პირველი შტაბეშტილებები ურთიერთობისა. ხო გითხარით ფონჩი დიახ, ვიცით. ასე იგი რომ ხდებოდის საოცარი პიროვნება იყო რა. აბსოლუტურად ისე იქცეოდა თითქმის ჩვეულებრივი მონაწილე ყოფილიყო ამ პროცესის. გამიგეთ? ხო და მარტო ერთი ხელში ჩამოგართვევდა ანტკვირახზე დაგელაპარაკებოდა ისე დადებით ემოციებს იწევდა. ხა ერთად ვიყავით მე და ერთი სპორტსმენი ერთი რაღაცაში და მსგავსი რაღაცა თქვი და ზუსტად იგივე გაიბეორა იმანაც და მე ესე იგი გამიგეთ რა შეესაბამე ის იყო ყველასთვის იმას შეიძლება როგორი თვითონ კულტურა მისთვის რას წარმოადგენდა ჩვენ დიდრები ვარ ჩვენი კულტურით და თვითონ ესე იგი ლექსებსაც წერდა საგალობლებს წერდა და მარტო ის საგალობლები და ბავშვების რუსეთს კიდევ რამოდენა ის არის ესე იგი ბავშვებს შეასწავლეს ეს მაგის მოფიქრებულია არ ვიცი ახლა იმდენ რაღაცის მოფიქრება შეიძლება და უბრალოდ გახსენება შეიძლება რომ ძალიან დიდი საქმეები აკეთა რა მოკლედ რა ხო და მე მგონია რომ არავის არ ეყოფა სიტყვები თუნდაც კი არ არის ახლა რომ გადაწყვეტეს ტელევიზიებთან ნელ-ნელა მისი მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც არის გაკეთებული ნელ-ნელა ყველაფერი შეთავაზონ ჩვენს მაყურებელს და მის დიდი მადლობა მათაც და დიდი მადლობა ყველას ვინც ესე იგი განსაკუთრებით არაქართველებს რომლებსაც ეს გულთან მიიტანეს გასაგებია უღრმესი მადლობა ქალბატონ ნონა თქვენ იმისთვის რომ გამონახეთ რომ მოახერხეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. მადლობა. არაფრის მადლობა თქვენ. მადლობა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, ქალთა და ვაჟთა შორის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო ხაზზე და მოვისმინეთ მისი მოსაზრება და მისი ემოცია საქართველოს პატრიარქთან მიმართებაში. ვიხსენებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს. გუშინ დღეს მანამდე ხვალაც ჩვენ არაერთის საუბრობდით, არაერთი სტუმარი ყავდა და არაერთი სტუმარი გვაყოლება, რომლებიც პატრიარქზე საუბრობენ, იხსენებენ მის ღვაწს, მის ცხოვრებას და ალბათ ყველაზე მთავარი გზავნილი ყველას გახსენებიდან არის ის სურვილი ერთსულოვნებისა, რომელიც პატრიარქმა დატოვა და შემთხვევით არ ქვია საპატრიარქოს ტელევიზიასაც სწორედ ეს სახელი. ალბათ ესეც საგულისხმო უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც ნამდვილად ფიქრის აზროვნების მასშტაბურობით გამოირჩეოდა თმენისა და მიტევების სრულიად განსხვავებული უნარი ჰქონდა. აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში ალბათ მან დატოვა როგორც მაგალითი საზოგადოებისთვის. მე მახსოვს თუ არ ვწდები დაახლოებით შეიძლება 5-6 წლის წინ შეიძლება ვწდები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ პატრიარქს ჰქონდა ასეთი ინიციატივა.
სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც შედიხარ მარჯვენა მხრიდან, არა ცენტრალური შესასვლელიდან, იქვე, სადაც ხატი იყიდება სანთლები, სადღაც იქვე დადგეს პატრია მაგიდა იყო და პატრიარქის ინიციატივა იყო შემდეგი. აი ამ მაგიდასთან თუ მაგიდაზე მოიტანეთ და გაეცით მათ ვისაც გაქვთ გასაცემი და ამ მაგიდასთან მიდით ის ადამიანები ვისაც გჭირდებათ და აიღეთ. მოკლედ ვისაც გაქვთ გაეცით, ვისაც გჭირდებათ აიღეთ. აი ეს პრინციპი ქონდა და მახსოვს იქ რაღაც პერიოდი ნობათი ციდო, ვიღაცა ფულს ტოვებდა, მე ამას ვისაც ჭირდებოდა მიქონდა და ესეც მისი ზრუნის გამოხატულების ერთ-ერთი ალბათ მაჩვენებელი იყო. იმ დღეს, როდესაც გარდაიცვალა, სამების საკათედრო ტაძარშივე არის დიდი ხატი სამებისა, რომელიც პატრიარქმა დაწერა და იმის წინ მეშანდლე მოვიდა, რომელსაც სანთლებისგან უნდა გაეთოსებინა, რომელიც იწოდა და პრეტენზიის მსგავსად უთხრა მრევლს, რომ ყველა აკეთებდა შემდეგს, შანდალში სანთელს ყველა დებდა განაპირა მხარეს და შემდეგი რომ მოდიოდა, ეს განაპირა მხარე იმდენად სავსე იყო, რომ ხელი დაგეწევოდა უბრალოდ იმისთვის, რომ შანდალი შუაში ჩაგეს და ამ ქალბატონმა თხოვა, რომ იქნებ შანდალზე ყველა სანთელი შიგნით ჩაასოს, რომ ახალ მოსულს კონდეს ადგილი ხელი არ დაიწოს და ისე შანდალში სანთელი ჩადოს. ეს ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ მარტო ჩვენზე არ უნდა ვიზრუნოთ რა. იმ სანთლის დანთების დროსაც კი ალბათ უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომ სხვამაც უნდა დაანთოს. ეს შედარებისთვის ერთგვარად ალეგორიულად მომყავს, მაგრამ ერთის მხრივ ახლა ჩვენ გვაქვს ის რეალობა, როდესაც მართლაც რთულია ქართული ეკლესია მის გარეშე აღიქვა, დღევანდელი გადმოსახედით წარმოიდგინო, მაგრამ მისი განვლილი გზა, ცხოვრების წესი, რაც მაგალითად დატოვა ალბათ არის ის ნუგეში და იმედი იმისა, რომ ამ ყველაფრის გამეორებით ადამიანები იქნებიან იმ მიმართულებით, რასაც ეკლესიისკენ თუ სულიერი ზრდისკენ მიმავალი გზა აქვია და რისკენაც საზოგადოების წარმართვას პატრიარქი ცდილობდა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ კვირას არის მისი დაკრძალვის დღე, მან შეგნებულად დაარჩია სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც მან დაიწყო როგორც პატრიარქმა მოღვაწეობა, 15-მდე ეპარქია და 5 მღვდელი ახლდა თან. და არც ერთ ეპარქიას ეპისკოპოსი არ ყავდა, თვითონ იყო ყველაფერი. და დღეს ტაძრები, ეპისკოპოსები, მთელი იერარქია და სასულიერო ცხოვრება ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ნოლიდან აღადგინა ამ ადამიანმა და მის გვერდით მდგარმა სამოქალაქო თუ საერო პირებმა. ჩვენ არაფერი დაგვჩენია გარდა იმისა, რომ ვუთხრათ პატრიარქს მადლობა. ყველაფრისთვის მადლობა და ადამიანი, რომელიც საოცარ გალობას ქმნიდა, ხატებს წერდა და მისი მუსიკალური გემოვნება ხომ საერთოდ ცალკე განხილვის საგანია და ჩემი აზრით ალბათ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, პასუხისგებლობის, პრობლემათა ფართო მასშტაბში ნახვისა თუ მაღალი პასუხისგებლობის ერთგვარი გამოძახილი იყო ისეთი ფაქიზი, თითქოს მინიმალისტური ტექსტით, მაგრამ მრავლის მთქმელი საგალობლის შექმნა, როგორიც გახდათ დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. აი ამ რამდენიმე სიტყვაში ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ქნა და ბევრი თქვა. ჩვენ კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ალბათ მისი არსებობით არანაირი დაღლა პირიქით კიდევ ძალა იქნებოდა, თუმცა ეს რეალობაა და პატრიარქის განსასვენებელი ამიერიდან იქნება სიონის საკათედრო ტაძარი კვირა დღიდან, მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში კვლავ 24 საათიან რეჟიმში გრძელდება პროცესია, სამგლოვიარო პროცესია და ვინც მოახერხებს და დგება ამ რიგში, მას აქვს საშუალება მივიდეს იქ.